მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე, რაც ნიშნავს იმას, რომ გრძელდება სერიები დაკარგული დიდებული მესხეთის შესახებ. დღევანდელ სიუჟეტში წინამდებარე სერიის მსგავსად გაჩვენებთ კლდეში ნაკვეთ ქვაბულებს და ნახავთ ასევე ნასოფლარს, მოქმედი სოფელ გელსუნდას მახლობლად და რა თქმა უნდა მოისმენთ ის ისტორია. წავედით. ვაგრძელებ მოგზაურობას მესხეთის მიწაზე. რათა როგორც უკვე აღვნიშნე, წინა სიუჟეტში ნაჩვენებ თავკვეთულასა და დონღუზდარას მსგავსად გიჩვენოთ კლდეში ნაკვეთ ქვაბულთა კომპლექსი. სწორედ ამ მიზნით, სოფელ ხერთვისის მოპირდაპირედ მივუყვები მტკვრის გაღმა მარცხენა სანაპიროსთან არსებულ ვიწრო შარაგზას, რომელსაც შევყავარ დღეს აჭარლებით დასახლებულ სოფელ გელსუნდაში. ამ სოფლის მაცხოვრებელნი მას გულსუნდას სახელითაც მოიხსენიებენ და თავად სახელწოდების შინაარსიდან გამომდინარე აიხსნება როგორც ადგილი, რომელიც ადამიანის გულისათვის სასურველ ალაგს წარმოადგენს. მაგრამ თუ გადავხედავთ მესხურ ზეპირსიტყვიერებაში შემორჩენილ ლექსს, მისი შინაარსიდან ცოტა არ იყოს საპირისპირო რამ ისმის. გელსუნდისა მოსავალი ვარიაში ჩავყარეო, სათესლეზედ დავაყარე, ნახევრად ვერ მოვყარეო. ხალხური ლექსის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გვაუწყებს როგორც სოფლისა, ასევე მასში შემავალი ტერიტორიის მოუსავლიანობაზე. შესაბამისად, სურსათ სანოვაგის შესაქმნელად უნდა ყოფონ იადაგი, პირდაპირ გამორიცხავს ასეთ ადგილზე დასახლების არსებობას. მით უმეტეს მასშტაბურის, მაგრამ ქართული ხალხური გამოთქმისა არ იყოს, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. სწორედ რომ ეს შეესაბამება იმაურაცხელ ნასახლართა კვალს, რომელიც იწყება მტკვრის სანაპიროებიდან და გრძელდება მაღალ მთის კლდოვან ფერდებამდე. მანამდე სანამ არ დაიწყება კლდეში ნაკვეთ ქვაბულთა კომპლექსი. დროებით თავს დავანებებ გელსუნდის როგორც დასახლების განხილვას და საუბარს გავაგრძელებ კლდეში არსებულ გამოქვაბულთა შესახებ. ქართველი მეცნიერები მას განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდს მიაკუთვნებენ, რაც მოისაზრებს მისი როგორც კომპლექსის სრულყოფას მე-10 საუკუნიდან დაწყებული მე-13-მე-14 საუკუნეებით დამთავრებული. წინამდებარე 42 სერიაში მე ვისაუბრე ზოგადად მსგავსი ტიპის ქვაბულთა დანიშნულების თაობაზე. და ამ შემთხვევაში მოკლედ გეტყვით, რომ უმთავრეს არსად გელსუნდის ქვაბულთა კომპლექსისა შეგვიძლია მოვიაზროთ სამონასტრო ცხოვრება და დამატებით ვალდებულებად სახიზარის, ანუ ადგილობრივებისათვის სიცოცხლის შენარჩუნების საქმეში მისი თავშესაფრად გადაქცევის ფუნქცია. თავკვეთულასა და სოფელთ მოგვის თავზე არსებულ ქვაბულებთან შედარებით, გელსუნდის ეს კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ბევრად დიდია. და ასევე განსხვავებით წინა სიუჟეტში ნაჩვენები სახიზრებისა, აქ შესვლა საკმაოდ დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე ქვაბულთა შიდა სივრცის თქვენთვის საჩვენებლად მოვიშველიებ კახა ზედგინიძის მიერ გადაღებულ და მოწოდებულ ფოტომასალას, ხოლო ექსტერიერს კი დრონის საშუალებით დაგათვალიერებინებთ. გელსუნდის ქვაბულები რამოდენიმე დონისაგან შედგება. ყველაზე ქვედა იარუსს არც თუ დიდი ზომის სათავსოები წარმოადგენენ. ამ გამოქვაბულთაგან ერთ-ერთში არის ზედა სართულზე ასასვლელი მცირე ზომის გვირაბი, რომლის ბოლოშიც დღემდეა შემორჩენილი ქვის კარი. ამ კონკრეტულის ფონზე კარგად ჩანს გელსუნდის როგორც სახიზარის დაგეგმარება, რაც წარმოადგენს გარკვეულ ქვაბულთა ერთმანეთთან კავშირს ვიწრო გვირაბებით, რომელთა ბოლო და მომდევნო, ასე ვთქვათ, ოთახში შესასვლელს კიდევ იცავს ქვის კარი, რაც რა თქმა უნდა ასეთ ვიწრო ლაბირინთებში შეფარებულ ადამიანთა დაცვის საქმეში ქმნიდა კიდევ უფრო უკეთეს პირობებს. გელსუნდის კლდეში ნაკვეთ ქვაბულთა ზედა დონეზე შეინიშნება ხელოვნურად ქვებით ამოყვანილი ზღუდე, ხოლო შესასვლელშივე აღინიშნება დაზიანების კვალი, რაც გამოიხატება ფრაგმენტულად ჩამოშლილ კლდის ქანებში. მკვლევარები, რომელთაც აქ შესვლა შეძლეს, ასახელებენ ქვაბულთა შორის გამოკვეთილ მცირე ზომის ეკლესიას და ასევე მის სიახლოვეს უკვე ჩამონგრეულ ნაწილში მეორე ტაძრის არსებობასაც ვარაუდობენ. კომპლექსში სამლოცველოთა კვალი წარმოადგენს უთხვარ მტკიცებულებას, რომ გელსუნდის ქვაბულებში საუკუნეთა განმავლობაში მიმდინარეობდა სამონასტრო ცხოვრება. ჩვენ და სამწუხაროდ წინა სერიაში ნაჩვენებ ქვაბულთა მსგავსად არც გელსუნდის შემთხვევაში მოიპოვება რაიმე სახის საისტორიო ბიბლიოგრაფია. მაგრამ დღევანდელი მოცემულობით ლოგიკური ბმით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ სურათი, რომელიც შემდეგნაირია. ფეოდალური ეპოქისათვის დასახლების, ანუ იმჟამინდელი სოფლის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, მთის მაღალ კლდოვან რელიეფზე არსებობდა კლდეში ნაკვეთ ქვაბულთა კომპლექსი, რომელშიც აქტიურად მიმდინარეობდა ქართული ქრისტიანული სასულიერო ცხოვრებისათვის დამახასიათებელი სამონასტრო ყოფა, რაც თავის მხრივ აუცილებლად გამოხატული იქნებოდა სასულიერო პირთა ერთობით,
რომელთაც მწყემსობას გაუწევდა წინამძღვარი. აქ დადგენილი ტიპიკონის თანახმად. მშვიდობიანობისას წინა ფეოდალური პერიოდის გელსუნდის მაცხოვრებელი მესხები ამ ალაგს ეწეოდნენ ქრისტიანულ ტრადიციულ რიტუალთა აღსრულებისას. ხოლო ძნელბედობის ჟამს მონასტერი მისი სახიზარი ქვაბულებით გახდებოდა თავშესაფარი აქაური მოსახლეთაგან ძირითადად ისეთი ხალხისათვის, ვისაც წარმოადგენდნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები. ეს მოცემულობა თავის მხრივ კიდევ ძალიან კარგი გამოხატულებაა ქართული სასულიერო და საერო ცხოვრების თანხვედრისა, რაც პირდაპირ გვიჩვენებს ქრისტეს მსახურს სასულიერო მოღვაწეთა მხრიდან გარდა ლოცვით თანამოძმეთა სულებზე ზრუნვისა, ასევე თანაზიარებას მათი ხორციელი ყოფის შენარჩუნების საქმეში, რომელიც საჭირო ხდებოდა შემოჭრილი მტრისაგან მოსალოდნელი საშიშროების და გამო. მივუბრუნდეთ გელსუნდას დასახლებას და როგორც სიუჟეტის დასაწყისში ვახსენე, ორსტრიქონიანი ლექსის თანახმად აქაური მიწა მაინც და მაინც ნაყოფიერი არ უნდა ყოფილიყო. მაშინ რით აიხსნება იმაურაცხელ ნასახლართა კვალი, რომელიც მიმოფანტულია ამ ალაგზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია თავად ამ ადგილის მდებარეობიდან. ანუ უფრო რომ დავკონკრეტდეთ, საჭიროა კარგად გავიაზროთ მისი როგორც საცხოვრებელი პუნქტის სტრატეგიული დაგეგმარება. ანუ ძველი ნასოფლარის საწყისად შეგვიძლია მივიჩნიოთ მტკვრის ნაპირი, რომელიც ერთის მხრივ გარკვეულ ბუნებრივ თავდაცვით ბარიერს წარმოადგენდა. იგი მიბჯენილია სოფლის ტერიტორიაზე და ამ კუთხით დაცვით ზონას კრავს. გარდა ამისა, მტკვარი მაშინ მობინადრე თევზით გელსუნდელი მესხებისათვის იქნებოდა კომპენსაციის მომცემი იმ მცირე მოსავლიანობის საქმეში, რაც აქ არსებული ნიადაგის ნაკლებად ნაყოფიერებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. თუ ნასოფლარს დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ იგი მთის ფერდს ფენებად მიუყვება და ერთიანი სურათიდან გამომდინარე მორკალულ ფორმას იღებს. დღემდე მოღწეული სხვადასხვა მოყვანილობის მქონე, საშუალო ზომის ქვებისგან ნაგები კედელთა ფრაგმენტები წარმოადგენენ როგორც საცხოვრებელ სახლების ნაწილს, ასევე იმ სამეურნეო ნაგებობათა ნაშთებს, რომელიც ფეოდალური ეპოქისათვის დამახასიათებელ ტიპიურ დასახლებათა განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ასეთი დაგეგმარების მქონე ნაგებობები, რომელთა გაშენების არეალი, როგორც უკვე გითხარით, მთის დამრეც ფერდს თითქმის ბოლომდე მიუყვებოდა და კედლების უმეტესი ნაწილით მიწის ფენებში იყო ჩაფლული, ეს ერთის მხრივ მესხეთის მკაცრ კლიმატურ პირობებთან შერწყმას წარმოადგენდა, ხოლო მეორეს მხრივ გადარჩენის საქმეშიც დიდ როლს თამაშობდა. რამე თუ ავის საქმის მკეთებელი მტრის თვალისათვის ისინი ნაკლებად შესამჩნევი ხდებოდნენ და თუ თოვლიც გადაიფარებოდათ, თითქმის უხილავნი შეიქმნებოდნენ. შესაბამისად, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გელსუნდის დასახლების მასშტაბურობა აიხსნება მისი როგორც მაღალი თავდაცვითი პოტენციალის მქონე ალაგისა, რასაც ქმნიდა ერთ მხარეზე შემოხვეული მტკვარი, ხოლო მეორე მხრიდან თავზე გვირგვინივით დამდგარი მაღალი კლდეები, მასში გამოყვანილი ქვაბების ფართო კომპლექსით. ეს ყველაფერი თავის მხრივ გელსუნდის მაგალითზე გვიხსნის იმას, რომ გაუთავებელი ომებით ახსავსეს საქართველოს მკვიდრი ქართველები იძულებულნი იყვნენ ხშირად უარი ეთქვათ ნაყოფიერ მიწებზე და ბინები დაედოთ ისეთ ადგილებზე, სადაც მიუხედავად მწირი მოსავლიანობისა, მეტი შანსი ექნებოდათ მათი ოჯახის დაცვისა და თვითგადარჩენის კუთხით. მაგრამ თუ გადავხედავთ მესხეთის დამყრობ ოსმალთა მიერ შედგენილ გურჯისტანის ვილაიეთისეულ დავთარს, მივხვდებით, რომ გელსუნდა როგორც დასახლება თითქმის სრულიად დაცლილია, რაც გამოიხატება იმაში, რომ 1595 წლის მდგომარეობით აქ მხოლოდღა 2 კომლი ქრისტიანი ქართველია შემორჩენილი. ამ ოჯახის თავკაცებს წარმოადგენენ გოგიტა ლაზარესძე და ვინმე აბრამისძე, რომლის სახელიც არ იკითხება და ისინი ოსმალთა წინაშე გადასახადის სახით იხდიან 7000 აღჩას. თითქმის მთელი მე-16 საუკუნის განმავლობაში თურქები ეტაპობრივად ახორციელებდნენ ბრძოლას მესხეთის დაპყრობისათვის, რაც საუკუნის მიწურულს დაასრულეს კიდეც და მათ იმპერიის ნაწილად ქცეულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ჩილდირის საფაშო უწოდეს. თურქების მხრიდან განხორციელებული ანექსია თავის მხრივ გულისხმობს ამ მიწაზე გაუთავებელ სისხლისღვრებსა და შეტაკებებს, რომელთა ეგიდით არაერთი სოფელი დაიცალა. სწორედ ასეთ დასახლებათა რიგს უნდა განეკუთვნებოდეს გელსუნდაც, რომელსაც მოზღვავებული ოსმალური არმიის ფარგლებში ვეღარც მისმა თავდაცვითმა პოტენციალმა უშველა. ეს თავის მხრივ აუცილებლად გამოიწვევდა როგორც მის მოსახლეთა ნაწილის გაწყვეტას, ასევე თავის გადარჩენის მიზნით მათ აყრას მამა პაპეული კერიდან. მესხთა ნამოსახლარები კი მიმზიდველს წარმოადგენდა აქ შემოჭრილ თურქმანული მოდგმის სხვადასხვა ტომებისათვის. ამ კუთხით არც გელსუნდა ყოფილა გამონაკლისი და მისი შევსება მომხდარა ერთ-ერთი თურქმანული მოდგმის მქონე ხალხით, ანუ თარაქამებით. მაგალითად, მარინე ბერიძის წიგნში სახელწოდებით რეპორტაჟები წარსულიდან შეტანილია ასპინძაში მცხოვრები,
1927 წელს დაბადებული დავით ზედგინიძის ინტერვიუ, რომელიც ხერთვის და მის მოპირდაპირედ მტკვრის გაღმა გაშენებულ გელსუნდასაც მთლიანად თათრულ სოფლებად ასახელებს. ასევე ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი მისსავე წიგნში სახელწოდებით საქართველოს ისტორიის ნარკვევები გარკვეულ ნაწილში აღწერს მის მოგზაურობას სამხრეთ საქართველოში, სადაც გელსუნდას ახსენებს შემდეგნაირად: ნაქალაქევიდან ხერთვისის გზით წავედით. აქ გზაზე გელსუნდელი იერლი შეხვდა. მან იცის, რომ ის თურქი არაა, არც ქურთი, არც თარაქამა, არც ქართველი, ის იერლია. ამ ნაწყვეტს თუ ჩაუღრმავდებით, შეიძლება მასში იმ უბედურებისა და ტკივილის შეცნობა, რაც აქაურობას და სრულიად საქართველოს დამართა იმ ძალაუფლების მოყვარული ფეოდალების მიერ არასწორად ნაწარმოებმა პოლიტიკამ, რამაც მე-15 საუკუნის ბოლოს დაშალა და დააქუცმაცა ერთიანი სამეფო, რომლის ნაწილებიც სხვადასხვა იმპერიათა საჯიჯგნ მსხვერპლად იქცა. ტერმინი იერლი რეალურად სამსხვერპლოზე გადაცემულ იმ ადგილობრივ ქართველთა ჯგუფს ეწოდებოდა მესხეთში, რომელთაც ვეღარ გაუძლეს მტრის ზეწოლას, მიიღეს მუსულმანობა და სწორედ მათ იხსენიებდნენ როგორც იერლი მისლიმან. ბერძენიშვილის ჩანაწერი კარგად აღწერს ასევე რა დაემართათ ამ ხალხს წლების სვლასთან ერთად. ისინი მართალია თათრებად თავს არ თვლიდნენ, მაგრამ არც მთლად ქართველთა იდენტურად მიიჩნევდნენ საკუთარ პიროვნებას. საბოლოოდ კი სწორედ ამ მიწაზე მყოფ თურქმანული მოდგმის ხალხთან ერთად გაასახლეს შუა აზიაში საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით 1954 წელს. მას შემდეგ ამავე მე-20 საუკუნისათვის გელსუნდა როგორც დასახლება ეტაპობრივად შეივსო აქ ჩამოსახლებული აჭარლებით. მიმაჩნია, რომ ქართველის, როგორც ეთნოსის, ერთ-ერთ მაიდენტიფიცირებელ გენის შემანარჩუნებელ მექანიზმს ქრისტიანული მრწამსი წარმოადგენს. როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდე მსგავს მიდგომას, თუ ისტორიულ პრაქტიკას თვალს გადაავლებ, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს რჯულ შეცვლილი ქართველი, რომელიც თვითონ თუ არა თავისი შთამომავლობით მაინც არ მივიდა ეთნიკური იდენტობის დაკარგვამდე. აი როგორც ეს ზემოთ ხსენებული იერლების შემთხვევაში მოხდა. ქრისტიანობა როგორც მრწამსი ქართველს იმდენი საუკუნის წინ აქვს მიღებული და იმდენად არის როგორც მის ადათებთან, ზნეჩვეულებებთან და წარსულთან შესახორცებული, რომ ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და არსად აქვს ქცეული, რომელიც ყველანაირი მოცემულობით წარმოადგენს ერთადერთ გარანტს როგორც ქართველის ხორციელად გადარჩენის, ასევე ეთნიკურად შენარჩუნების საქმეში. Დღევანდელი სერიაც დასასრულს მიუახლოვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დრო მოვიდა დამშვიდობების, რა თქმა უნდა მომდევნო ახალ სიუჟეტამდე, მე კი ტრადიციულად დაგიტოვებთ იმ მოწოდებას, რომ ვისაც მოგცემთ ჩემს მიერ შემოთავაზებული სიუჟეტები, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ერთად უყუროთ კიდევ არაერთ და ძალიან ბევრ ახალ სერიას დაკარგული დიდებული მესხეთის შესახებ. არამდე კი დროებით.